მოგესალმებით ყველა საჩი ფურცალაძე მოსკოვიდან. რომ გითხრათ, რომ არ მოველოდი რეაქციას და ესეთ აჟიოტაჟს, მოდი ასე დავარქვათ, ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ დავდე, მოგატყუებთ. მაგრამ ამ ხელა რეაქცია რომ უყვებოდა ამას ყველაფერს, ნამდვილად არ მეგონა. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, ჩემი აზრის აბსოლუტურად სწორად გაგებისთვის. ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს, უცნობ ადამიანებს, რომლებმაც გამოხატეს თავისი აზრი არა მარტო კომენტარებში ამ ვიდეოზე, არამედ პირადში ძალიან ბევრმა მომწერა და გაიზიარა ჩემი აზრი და ჩემი ოჯახის წუხარება. ძალიან დიდი მადლობა. თითქოს არაფერი, თითქოს ძაღლზეა საუბარი, მაგრამ ეს ის სფეროა, რომელიც ძალიან მუქად შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში და ჩემი ოჯახის ისტორიაში, იმიტომ რომ გასაგებია, დავკარგეთ ოჯახის წევრი, შეიძლება ასე ითქვას. 14 წელი არ არის პატარა დრო. რაც შეეხება ჩემს ემოციას, რა თქმა უნდა, გუშინ ვიყავი ცოტა აღელვებული და ძალიან დიდ ბოდის გიხდით კიდევ ერთხელ იმისთვის, რომ ასე თუ ისე სასიამოვნო სიტყვებით გამოვხატე ჩემი ემოცია და ჩემი აგრესია. და ალბათ მხოლოდ ეს იყო მაქსიმალურად გამოხატვა ადამიანს თავისი აგრესიის შეუძლია ესე ლანძღვა გინებით თან მით უმეტეს დისტანციაზე. ზრუნ კიდევ ერთხელ გიხდით ბოდის, თუმცა დარწმუნებული ვარ იმ ხალხის ყურამდე მივიდა ეს ინფორმაცია და ალბათ ბევრმაც ნახა, ვისთანაც მინდოდა რომ მისულიყო ეს ჩემი აზრი. მათ ვწერე კიდევაც და შესაბამისად ესეთი სახითაც მივმართე. მოგეთ აღარ გვინდა საუბარი ცუდზე, არ ვაპირებ არავის ლანძღვას, არც მაშინ არ ჩამომითვლია სახელები და გვარები და არც ახლა ვაპირებ ამის გაკეთებას. უბრალოდ ყველას უღმესი მადლობა თანადგომისთვის, უღმესი მადლობა მეგობრობისთვის, მხარდაჭერისთვის, მადლობთ რომ გახსოვართ, მადლობთ რომ გსიამოვნებთ ის რასაც ვაკეთებ და ის შეძახილები, კარგი გაგებით და შემართება ჩემი იმისკენ, რასაც ჩემი ეგრეთ წოდებული მოღვაწეობა ქვია, რაც მუსიკალური, უღმესი მადლობა ლამაზი სურვილებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ შევეცდები აწიც გაგახაროთ და გაამაყოთ, მოდი ასე ვთქვათ. თუმცა სიამაყე სულხან საბო ორბელიანის ლექსიკონში სიბრიყვეს ნიშნავს, მაგრამ მოდით მარტო აი ამ განხრით ვიყოთ ბრიყვები და გვიამაყებოდეს ერთმანეთი. გვიხაროდეს ერთმანეთის კარგი ხალხო, ერთმანეთის სიკეთე. გავახაროთ ერთმანეთი, შევეცადოთ რომ ვაკეთოთ სიკეთე. და სიყვარულია, მაგრამ სიკეთე, როგორც რუსები ამბობენ, любовь это любовь, а доброта это та же любовь, но в рабочих перчатках. მოდით ეს ხელთათმანები გვეკეთოს, ჩავიცვათ, მოვირგოთ და გავუშვებთ შანს ხელიდან, რომ ერთმანეთს მოვეფეროთ და სიკეთე გავუკეთოთ. ამაზე კარგი არაფერი არ მოგონია ღმერთს და ყველანი ღმერთის შვილები ვართ. და მე მწამს იმის, რომ საქართველო და ქართველიერი ძალიან დიდი ისტორიის და კულტურის მქონე ხალხი ვართ. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დეგრადაციაში ვართ მოყოლილნი და დამიჯერეთ რამოდენიმე ეცა და ეთქვა და შეეცადა ეთქვათ ის ამბავი, რომ შენ არ იცი რა ხდება საქართველოში, ან პირიქით ხო იცი და რატო დარდობ. იცით რა არის, მე სულ ვამბობ და ვიტყვი ალბათ ამას იმას, რომ საზღვრებს გარეთ, საქართველოს საზღვრებს გარეთ ქართულობა არის ძალიან ძნელი. ერთმანეთის მხარდაჭერა, ერთმანეთის გატანა აქ ძალიან რთულია და დამიჯერეთ მან ბევრი ხართ, იმიტომ რომ საქართველოა და უმრავლესობა რა თქმა უნდა ქართველები ხართ საქართველოში და ღმერთთან გამბრავლოთ და გაგახაროთ ყველანი რა თქმა უნდა და საზღვარ გარეთ გასული ქართველები სამწუხაროდ ერთმანეთს ისე ვერ ეხმარებიან, ვერ უდგანან მხარში, როგორც საჭიროა, როგორც გვეკადრება ჩვენ დიდი დავითის, თამარ მეფის და ასე შემდეგ დიდი ხალხის შთამომავლებს. მოკლედ, მინდა დავასრულო ჩემი აზრი იმით, რომ ძაღლი ხებს, ქარავანი მიქრის. რაც უნდა ვისაუბროთ ამ ყველა თემაზე, განსაკუთრებით კარგზე, სამწუხარო ფაქტია, მაინც ასეა. ძაღლი ხებს, ქარავანი მიქრის. არც მე არ ვარ ამ შემთხვევაში ძაღლი, არც თქვენ აღართ ქარავანი. თუმცა ცხოვრება მაინც ასეა, ყველანი ხვდებით ძაღლები და გარშემო მაინც ყოველთვის ქარავანია. და ყოველთვის მიდის ისე, როგორც მიდის. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რაღაცები ალბათ შევცვალოთ და ჩუმად კი არ ვთქვათ, რომ კარგი ხო იცი ესე არიან, წავიდნენ მაგათი. არა, მოდით გავაკეთოთ ისე, რომ ვიღაცას უთხრათ, პირში უთხრათ, ხმამაღლა უთხრათ. ეს პრეზიდენტების და პოლიტიკოსების გადაგდება, გადმოგდება, ხო ვისწავლეთ და ხო შეგვიძლია მე ჩემი თავი ჩემყოს ამაში, იმიტომ რომ მე კი არ მემიღია მონაწილეობა არასდროს არცეთ პოლიტიკურ მომენტში, მაგრამ მაინც საერთო აზრს გამოვხატო. ერთმანეთის გამოსწორებად შევეცადოთ რა.
იმიტომ რომ ქართულზე მეტი მტერი არ ყოლია არასდროს და ეს ყველამ გადასარევად ვიცით. Моглед коцнит, кеховит, თქვენი ერთგული ачи фурцаладзе. А теперь все на русском. Если кто-то еще дослушал эту тему, вчера очень многие мне позвонили и спрашивали, что с тобой, потому что понятно, на грузинском не особо понятно те, которые не понимают грузинский язык. Мне позвонили, спрашивали, все ли нормально у меня. Дорогие мои друзья, все нормально, все хорошо, и дай Бог, все будет еще лучше, чем есть. Потому что жизнь продолжается, и мы должны быть вместе, мы должны стоять за друг другом и поддерживать друг друга. Так что всем огромное спасибо за звонки, за смс, за сообщения, за вопросы. Ачи, что с тобой, все нормально? Все нормально. Дай Бог, все нормально, и слава Богу, все будет еще лучше. Коснит, геховит, шоровли Московидан, ткани ртгули, Ачи, Пурцаладзе. Люблю, целую, обнимаюсь. Вас, ваш Ачи. Пока.